ჩანას გეომეტრიული პროგრესიაზე საკონკურსო ოლიმპიადის ამოცანა სკოლის მოსწავლეებისთვის. ესე იგი, პირობა ესეთია. შეიძლება თუ არა, რომ მართკუთხა სამკუთხედის ორი გვერდის სიგრძე ქმნიდეს გეომეტრიულ პროგრესიას. აღნიშნოთ მართკუთხა სამკუთხედის გვერდები, შემოვიტანოთ აღნიშვნა. ეს იქნება ერთი გვერდი იქნება A, შემდეგ იქნება Q, ვიცით რომ ნიშნელია A გამრავლებული Q-ზე და შემდეგ იქნება A გამრავლებული Q კვადრატზე, სადაც Q მეტია 0-ზე. ეხლა პითაგორას თეორემის მიხედვით შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ A კვადრატს დამატებული AQ კვადრატში ეს ტოლია AQ კვადრატი აყვანილი კვადრატში. ავიყვანოთ კვადრატში და ასეთი სახით გადავწეროთ. ეს გვექნება A კვადრატ Q კვადრატი და ეს ტოლია A კვადრატი Q მეოთხე ხარისხში. ეხლა გამოსახულების ორივე მხარე გავყოთ A კვადრატზე. გვექნება 1 დამატებული Q კვადრატი ტოლია Q მეოთხე ხარისხში. შემოვიტანოთ აღნიშვნა Q კვადრატი აღნიშნოთ τ და განტოლება გადაიწერება მაშინ ასეთი სახით. T კვადრატს გამოკლებული T გამოკლებული 1 ტოლია 0-ის. საიდანაც T რისი ტოლია 1 დამატებული პლუს მინუს ფესვი 5-დან შეფარდებული 2-თან. ეხლა მივუბრუნდეთ ამ აღნიშვნას. T Q კვადრატის ტოლია, მარსადამე Q რა იქნება ფესვი T-დან და ეს რა იქნება? აქ მინუსი არ გამოგვადგება, მხოლოდ პლუსით ავიღებთ და გვექნება 1 დამატებული ფესვი 5-დან შეფარდებული 2-თან. მარსადამე როგორც ხედავთ, ნიშნელი გვაქვს, მარსადამე შესაძლებელია, რომ მართკუთხა სამკუთხედის ორი გვერდის სიგრძე გეომეტრიულ პროგრესიას წარმოადგენდეს. აი ეს რისი განხილვაც მინდოდა პატარა საინტერესო ამოცანის მომავალ შეხვედრას.